ირანში მიმდინარე სამხედრო ესკალაციამ გლობალური ტურიზმის ინდუსტრიას სწრაფად გადააწყო. ბოლო კვირებში მოგზაურობის გეოგრაფია პრაქტიკულად გადაიხაზა. ზოგ რეგიონში ტურისტული ნაკადები მკვეთრად შემცირდა, სხვაგან კი პირიქით გაიზარდა. გარდა იმისა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც კონკრეტულად ამ რეგიონში ან მასთან ახლოს მდებარეობენ, უკვე რისკის შემცველად აღიქმებიან, მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ გლობალური ტურიზმი თავად არაბული ქვეყნების მოქალაქეების სახითაც დიდი რაოდენობით ტურისტს კარგავს. ამჟამად სიტუაცია ასეთია. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ტურისტული ზონები ფაქტობრივად დაცარიელდა, რაც უსაფრთხოების რისკებსა და ავიამიმოსვლის შეფერხებას უკავშირდება. ყატარი, ბაჰრეინი, ომანი, საუდის არაბეთი. ამ ქვეყნებში უსაფრთხოების აღქმის ინდექსი მკვეთრად დაეცა, რაც მოთხოვნაზე პირდაპირ აისახა. მოგზაურები თავს იორდანიასა და ეგვიპტეში მოგზაურობისგანაც იკავებენ და ასევე ხმელთაშუა ზღვის რეგიონსაც საფრთხედ აღიქვამენ. კერძოდ, ამ რეგიონში განსაკუთრებული ზარალი თურქეთმა, კვიპროსმა და საბერძნეთმა მიიღო. მთლიანობაში ახლო აღმოსავლეთში ტურისტული დანახარჯები დღეში დაახლოებით 600 მილიონი დოლარით შემცირდა და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მიმდინარე წლის განმავლობაში რეგიონში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა შესაძლოა 11%-დან 27%-მდე შემცირდეს. როგორც უკვე აღნიშნეთ, ომმა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური ტურისტული ნაკადები შეცვალა. ამჟამად მოთხოვნა ესპანეთში, პორტუგალიაში, იტალიაში, ხორვატიასა და კარიბის ზღვის კუნძულებზე მოგზაურობაზეა. ანუ ტურისტები უსაფრთხო და სტაბილურ მიმართულებებზე გადადიან. კრიზისშია ავიაციის სექტორიც. ათასობით ფრენა გაუქმდა, საჰაერო სივრცეები პერიოდულად იკეტება, ბილეთების ფასები იზრდება, ფრენები კი ევროპისა და აზიის მარშრუტებზე მიმართულებებს იცვლის. და ცხადია საინტერესო ნიუანსია ისიც, რომ არაბული ქვეყნების მოქალაქეები თავადაც ვეღარ მოგზაურობენ. ანუ მათი სახით გლობალური ტურიზმი დიდ დანაკარგს იღებს. განსაკუთრებულად აქტიურების სპარსეთის ქვეყნების ტურისტები იყვნენ. არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ყატარი, ქუვეითი და ბაჰრეინი, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მხარჯველ ტურისტებად ითვლებიან. ომამდე ამ ქვეყნების მოქალაქეების ტურისტული ნაკადები კონცენტრირებული რამდენიმე მთავარ რეგიონზე იყო. ნომერ პირველი მიმართულება თურქეთი იყო, ასევე ეგვიპტე, აზერბაიჯანი და სომხეთი, საქართველო და მათ შორის ევროპაც, სადაც უფრო მეტად პრემიუმ სეგმენტს ირჩევენ. გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, შვეიცარიას, იტალიას, ავსტრიას. შესაბამისად, ყველა ამ მიმართულებაზე არაბული ქვეყნების მოქალაქეების ნაკადები პრაქტიკულად გაჩერებულია. საერთო ჯამში სურათი ასეთია. ის ქვეყნები, რომლებიც კონფლიქტურ ზონასთან ახლოს იმყოფებიან, სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის სახიფათოდ აღიქმებიან. თუმცა მეორე მხრივ, ის ქვეყნები, რომელთა ტურისტული ნაკადების დიდი წილი სწორედ გალფის ქვეყნების მოქალაქეებზე მოდიოდა, ასევე მძიმე ვითარებაში არიან.